მნიშვნელობა აქვს როგორი ხარ სასურველი პირი, როგორ ემსახურები შენ მრევლს. მრევლი შენ კი არ უნდა მოიმსახურო აქეთ. მრევლს შენ უნდა მოიმსახურო. მე პირდაპირ გეტყვით ამასაც. მღვდელი, რომელიც მრევლს ეუბნება, რომ მაგალითად აი მე უნდა შემომწიროთ, მე ის მჭირდება, მე ის უნდა გამიკეთოთ. არიან სასურველები, რომლებიც იბარებენ, როზნაევნებიან ეს რა, მე თუ თქვენ სულიერ საზოს გააძინებთ, რა არის თქვენ რომ ხორციელი საზდები საჭმელები ვიყო მე. ამიტომ იბარებით და ევნებიან, როსმეც და მე შეიძლება გამიკეთო, მე ის მჭირდება, მე ის მჭირდება. ესე არიყვნენ პატერ და პავლე მოციქულები. ესე არ მოღვაწეობდნენ ისინი. მათ ღმერთზე ჰქონდათ თელი ცხოვრება მიგობილი, კი? დაწერეს ეპისტოლეში და თქვა თქვენს ესე პირავე რომ მე თუ თქვენ სულიერს გაძლევთ. რა იქნება თქვენ რომ ხორციელი მივიღო? დიახაც მე, მამაშალო კეკელია და ჩვენ მოძღვრები, ყველანი თქვენგან ვირჩევთ თავს. თქვენი შეცდომები ჩვენ ცხოვრობ, ჩვენ სხვა შემოსავალი არ აქვს. დიახაც თქვენ გვეხმარებით და დიახაც მე თუ რამე გამაჩნია და თუ რამე მოხს. ეს თქვენით არის ყველაფერი. მრევლის შემოწირულობით მაქვს ყველაფერი, სახლიც, კარიც, ყველაფერი მაქვს თქვენი შემოწირულობით. სხვა შემოსავალი მე არ აქვს და მე ჩემ ოჯახს როცა ვაკეთებ და ეს თქვენით არის. მაგრამ არასოდეს თქვენ შემგან არ მოგისმენიათ ის რომ რაღაცა შემოწიეთ, რაღაცა მომეწით. ამის თქმის გარეშეც ყველაფერი მაქვს. ყველაფერი მაქვს. ზოგჯერ იმდენი მაქვს სხვასაც დავეხმარო. თქვენი შემოწირულობით იმის საშუალებაც მაქვს რომ სხვასაც მივიცემ. და მღვდელი უნდა ენდობოდეს ღმერთს, მღვდელს ამის თქმა არ უნდა ჭირდებოდეს. არ უნდა ჭირდებოდეს ამის თქმა და მე ის მჭირდება და მე ის მჭირდება. ღმერთმა შენზე კარგად იცის, შენ რა მჭირდება. ჩვენ პირად წინაპრებს საუბრობთ, წარმოგიდგენთ, წინაპრებს სახარება იყო წაკითხულობ. წარმოგიდგენთ, ღმერთიო, ცის ფრინველებზე ზრუნავს. ვერის ყვავილებზე ზრუნავს, აი ყვავილები რო ამოდის, მიწაზე როგორი ლამაზები არიან. თქვენ ნახეთ მწერები, როგორი ლამაზები არიან, მწერები, აი ბუზიც კი როგორი ლამაზია, დააკვირდით, ახლოს ნახეთ, როგორი ფერები აქვს ბუზს. კოლხოც როგორი ლამაზია, წარმოგიდგენთ და ამაზე თუ ესე ზრუნავს და ყველა პირველი და ყველა ისა, თუ ესე ლამაზად ახავ შემოსილ ღმერთს, შენზე მღვდელზე ღმერთი აღარ იზრუნებს, მღვდელს აღარ მოგხედავს ღმერთი, მაგრამ შენ არ შეგიძლია რომ მიენდო, შენ სხვა რამის უსჭირდება ეს მრევლი, ეს დაღუპვა სასულიერისა და განადგურება სასულიერისა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პეტრე და პავლე მოციქულს ერთადერთი მიზანი ჰქონდა. ისინი კიდევ ქალაქ დადიდნენ რომ ადამიანების სულები გადაერჩინათ. მღვდელი როგორ უნდა იყოს, იცით და მღვდელი ერთი წამითაც კი არ უნდა ისვენებდეს, სული და გული ამოღებული უნდა ქონდეს ხალხი. იცი რამდენი ადამიანს ტკივა, რამდენი ადამიანს ოჯახი ინგრევა, ზოგი ნარკოტიკის ცოდვაში არის, ზოგი აზარმური თამაშების ცოდვაში ცხოვრობს, საშინელებაჭეს ხალხს.